ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურიშაძე გაგაცნობთ. ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქრივიშვილი დაინიშნა. ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს. განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. დღესვე პრემიერმა ისაუბრა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მან ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და დაანონსა მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში. მთავრობის ადმინისტრაციას და მარიამ კოპალეიშვილს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, უფრო დეტალურად მოგვიყვება განხორციელებული საკადრო ცვლილებისა და გაჟღერებული ინიციატივის შესახებ. გისმით მარიამ. პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გახდა ლევან დავითაშვილი, რომელიც აქამდე იკავებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის პოსტს. დღესვე ის ჩაანაცვლა აღნიშნულ თანამდებობაზე მარიამ ქრივიშვილმა, რომელიც სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ გახდება მინისტრი. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მის სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით. მარიამ ქრივიშვილი დღემდე იკავებს პოლიტსაბჭოს წევრია დღემდე და ასევე მას აქვს სამუშაო გამოცდილება სამინისტროში მოადგილის თანამდებობაზე. ირაკლი კობახიძემ აცნობა სწორედ საზოგადოებას აღნიშნული სიახლის შესახებ და მან იმედი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება ბევრად უფრო ეფექტურად წარიმართება აღნიშნული სიახლის შემდეგ. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მოხსენებათ არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ აგრეთვე თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება და ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმისა და ახსულების სისტემის დასახვეწად მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, ასევე შემადგენლობა. ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როგორც მოგეხსენებათ, ბატონ ლევანი არის განსაკუთრებული გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ის ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციის მოზიდვას და წარმატებები მითაუსურო ბატონ ლევან დავითაშვილს ამ ძალიან საფასურისმგებლო პოზიციაზე. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას, მას დაიკავებს ქალბატონი მარიამ ქრივიშვილი. მას იცნობთ ყველა, შესაბამისად განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი მარიამი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. დღემდე ის იკავებდა ეკონომიკური განვითარების და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებულია, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მითაუსურო ქალბატონ მარიამს მინისტრის პოსტზე. გამოწვევების პირობებში, რომ ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება არის სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, პრემიერ-მინისტრთან ერთად საუბრობენ უკვე ყოფილი და ახლად არჩეული მინისტრები ლევან დავითაშვილიც და მარიამ ქრივიშვილიც ამბობენ, რომ ეს პრიორიტეტი კვლავ რჩება ნომერ პირველ გამოწვევად და მათი საქმიანობის მთავარი ორიენტირად. ისინი ამბობენ, რომ ახალი თანამდებობა მათთვის არის ახალი შესაძლებლობა უხელმძღვანელონ ახალ პროექტებს და ასევე წარმატებით დაასრულონ უკვე დაწყებული არაერთი პროექტი. მე იმედი მაქვს, რომ ახალ ფორმატში ჩვენ შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, კოორდინირებას, რომელიც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლებიც დაწყებულია და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. ვფიქრობ, რომ მაღალი დონეზე კოორდინაციის პირობებში ეს საშუალებას მოგცემს, რომ პროექტები კიდევ უფრო დაჩქარდეს, უფრო სწრაფად განხორციელდეს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის იქნება ძალიან საკეთილდღეო. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, რომ წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული წარმატებებით, გარკვეული წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც ჩემთვის პირადად
არის დაუვიწყარი, როდესაც ემსახურები შენს ქვეყანას და შეგიძლია მცირეოდენი წვლილი შეიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას. მთელი სწოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას განვლილი 7 წლის განმავლობაში დავაგროვე. ფიქრობ, დამეხმარება იმაში გუნდთან ერთად, რომ წარმატებით დავასრულოთ ყველა ის მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. სიახლის გამოცხადებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა აქცენტი ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ასევე დღესვე პრემიერ-მინისტრმა დაანონსა კონკრეტული ცვლილებები, რაც აღნიშნული მიმართულებით შევა ძალაში და რაზეც უფრო ვრცლად ის საზოგადოებას ინფორმაციას ხვალ მიაწვდის. მინდა მადლობა გადავხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს შადარებული ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, როდესაც ბატონი გეგა გელაძე ინიშნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, ჩვენ შევჯერდით, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთა ბრძოლა გახდებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და როგორც ხედავთ, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ამ მისიას ძალიან დიდი წარმატებით ასრულებს. მინისტრად მისი დანიშვნიდან არის თვეზე ნაკლები გასული, ამ პერიოდის განმავლობაში მან შეძლო უპრეცედენტო რაოდენობის 300 კილოგრამი ჰეროინის ამოღება. დღეს კი როგორც მოგახსენებათ, დაკავებული იქნა ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეგა გელაძეს, ასევე მადლობა მინდა გადავხადო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ რონი მესკს. მადლობას ვუხდი ამ რთულ სპეციალურ ოპერაციაში ჩართულ თითოეულ პოლიციას, თითოეულ სპეცრაზმელს ოპერაციის უმაღლეს დონეზე დაგეგმვისა და ჩატარებისთვის. ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება სრულიად უკომპრომისო. ჩვენ ვერავის მიცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლის შესაძლებლობას. შესაბამისად გაგრძელდება ქმედითი ზომების მიღება შესაბამისი დანაშაულების აღსაკვეთად. მათ შორის საქართველოს კანონმდებლობაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასთან დაკავშირებითაც ხვალ დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ. ირაკლი კობახიძემ ცვლილებების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში და როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეციალური და მთავარი მრჩევლის თანამდებობას დაეკავებს სწორედ ლევან დავითაშვილი, რაც შეეხება მარიამ ქრივიშვილს, ის იქნება ახალი წევრი მინისტრთა კაბინეტში და ის უკვე დაიკავებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას. მადლობა მარიამ კოპალეიშვილი გვერდსებოდა მთავრობის ადმინისტრაციიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 პირი დააკავა. ნაწილს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, ნაწილს კი უკანონო შეძენა შენახვედება ბრალად. განცხადება დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გეკა გელაძის თქმით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკი რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს და ფაქტი ფარულად ჩაწერეს. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა შენახვა ედებათ ბრალად. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის დაკავებული პირები სისტემატურად ორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას, მათ შორის სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინების გადაცემას ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე. ასევე ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში გადაცემისა თუ სხვა მეთოდებით. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნიტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩვენ მიერ ნიტკიცებად ასევე ამოღებულია დაკავებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ უკანონოდ მიღებული რეალიზაციის შედეგად თანხები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა საჭიელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ნარკორეალიზატორების მიმართ მკაც პოლიტიკაზე ისაუბრა ახლადარჩეულმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძე. აცხადებს, რომ დღეს ნარკოდანაშაული ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ნარკოდანაშაული ყველაზე დიდი გამოწვევა არის დღესდღეობით საქართველოსთვის. თუ ყველაზე დიდი არა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ყოველდღიურად ჩნდება ახალი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ახალი გზები და მეთოდები. მე უერთდები იმ პათეტიკას, რასაც ქვია შეურიგებელი პოლიტიკა ნარკოდანაშაულის მიმართ, მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული, განსაკუთრებით ნარკორეალიზატორების მიმართ. 83 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ის პოს 6 წლის ვადით დაიკავებს. კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. გიორგი გვარაკიძეს დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. კენჭისყრის შემდეგ ახალმა გენპროკურორმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, მან საკუთარ გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. პარლამენტიდან გვექნება პირდაპირ ჩართვა. ნანა გოგადაძე მოგვიყვება დეტალებს. გისმენთ ნანა. თამარ, ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ გენერალური პროკურორის პირველი კომენტარი. მან მედიასთან ვრცლად ისაუბრა იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება უწყებისთვის მომდევნო 6 წლის განმავლობაში. პარალელურად მან ისაუბრა სტრატეგიაზე და სამომავლო გეგმებზე, თქვა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იქნება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია უწყების ღიაობა და მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რას და როგორ საქმიანობს პროკურატურა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიტკმება. საზოგადოებისადმი პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩემი გენერალური პროკურორის პერიოდში. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეზე, ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რასაც აკეთებს და ახორციელებს ზოგადად პროკურატურა. შეიძლება ყოველ კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეზე რაღაც დეტალები იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია დამაზიანებელი იყოს კონკრეტული სისხლისამართლის გამოძიების პროცესისთვის ვერ გახმოვანდეს, თუმცა პერიოდულად მიეწოდება მასმედიის საშუალებით, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას და ჟურნალისტებს აუცილებლად ინფორმაცია ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ. ჯერ კიდევ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე შემდგომ უკვე მედიასთან გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ უწყების პრიორიტეტი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით ამ კონტექსტში მან რომეო მიქაუტაძის საქმეზეც ისაუბრა, თქვა, რომ გამოძიება გრძელდება. ბუნებრივია კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, თუმცა გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მიქაუტაძის საქმეს რაც შეეხება, გამოძიება რა თქმა უნდა ისევ გრძელდება, როგორც თქვენ ბრძანეთ, ახლო ზღვანზე შეფარდებული აქვს პატიმრობა. ესეც მნიშვნელოვანი საქმე არის ჩვენი სამსახურისთვის და ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, ისევე როგორც ნარკოპოლიტიკის მიმართ, კორუფციული დანაშაულის მიმართაც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და გავატარებთ მკაცრ სისხლისამართლებლურ პოლიტიკას. რაც შეეხება გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა რიცხვი, დაველოდოთ ამ შემთხვევაშიც გამოძიებას და ყველაფერი ცნობილი გახდება თქვენთვის თავის დროს. 83 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გენერალური პროკურორის პოსტს დღეიდან დაიკავებს. მადლობა. პარლამენტიდან ნანა გოგატაძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსმენს. ანდრია ოხანაშვილი დეპუტატებს 2024 წლის ანგარიშს აცნობს. მთავარი საკითხებია ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები. ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. კიდევ ერთი ჩართვა გვაქვს პარლამენტიდან. ლელა ჯავახიშვილი მოგვიყვება დეტალებს. გისმენთ ლელა.
სუცის უფროსმა გამოსვლა რეგიონულ კონფლიქტებზე საუბრით დაიწყო, რაც მისივე განმარტებით საფრთხეს უქმნის როგორც ზოგადად უსაფრთხოების გარემოს, ისე საქართველოს შიდა უსაფრთხოებას. ანდრიო ხანაშვილის თქმით, აქტიურ ფაზაში გადასული ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში ესკალაციის საფრთხეს ქმნის, რასაც თანმოყობა არაერთი გამოწვევაც, თუმცა როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, საქართველოს მშვიდობას ინარჩუნებს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და რისკების პრევენციაზე აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით. ჩვენს რეგიონში არსებული გარემო და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მიმდინარე შეერაღებული დაპირისპირებები არსებით გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოზე. 2024 წელს წარმოებულ სამხედრო დაპირისპირებებს ბოლო დღეებში დაემატა კიდევ ერთი შეერაღებული დაპირისპირება, რაც რეგიონალურ უსაფრთხოებას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. 2024 წელი სხვა წინა წლების მსგავსად სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული გამოწვევებით გამოირჩეოდა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევდა და დღესაც უწევს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება. უსაფრთხოების გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა და ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესები. უსაფრთხოების გამოწვევები განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთში შეერაღებული დაპირისპირებების აქტიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ. საფრთხედ რჩება ფართომასშტაბიანი რეგიონალური კონფლიქტის ესკალაციის და მისი თანმდევი უარყოფითი შედეგების სამხრეთ კავკასიაში გავრცელების რისკი. საქართველოსთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან უწყებათა შორის კოორდინაციას და უსაფრთხოების სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას. აქვე აღნიშნავ, რომ ვითარების დეესკალაციას და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას შეერაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისთვის, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ირგვლივ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლს და მის მნიშვნელობას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში. თუმცა უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანესია საზოგადოების სიფხიზლე, გონიერება, სიბრძნე და წინდახედულება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აკლია. საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული ოკუპაცია უქმნის. სუსის ანგარიშის მიხედვით მთავარ გამოწვევად კვლავ ანექსიისკენ მიმართული პროცესები რჩება. ანდრიო ხანაშვილმა დღეს ისაუბრა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ასევე იმაზეც, რომ გასული წლების მსგავსად რუსეთის საოკუპაციო ძალა სხვა ტიპის დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნებს. მან ხაზი გაუსვა სტრასბურგში მიმდინარე და მოგებულ სასამართლო დავას რუსეთის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთის ფედერაციას. თქვა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო მისიებთან. ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული ტკივილი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენს. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად 2024 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ აქტიურად ხორციელდებოდა უკანონო სამხედრო აქტივობები, გრძელდებოდა ადამიანების უკანონო დაკავება და უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი. ამასთანავე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. აფხაზეთის მიმართულებით რუსეთი ცდილობდა თავისი მოქალაქეებისთვის ადგილზე უძრავი ქონების ყიდვის უფლება მოეპოვებინა და ეგრეთ წოდებული რუსი ინვესტორებისთვის პრივილეგიები დაეკანონებინა. ამ მიზნით 2024 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ინიცირებული იქნა რამდენიმე ეგრეთ წოდებული კანონპროექტი, თუმცა ამ საკითხისადმი ადგილობრივი საზოგადოების უარყოფითი პოზიციისა და საპროტესტო გამოსვლების შედეგად მათი რეალიზება ვერ მოხერხდა. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ ღიად პირველად დაუპირისპირდა. თუმცა ამის პასუხად რუსეთმა ფინანსური და ენერგეტიკული კრიზისის შექმნით სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა.
2024 წელს მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა რუსეთის ანექსიური პოლიტიკა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართაც. დღევანდელ მოხსენებაში ანდრიო ხანაშულმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო იმ ინფორმაციაზე საუბარს, რომლის მიხედვითაც უცხოური სპეცსამსახურების და ქვეყნის შიდა და გარე აქტორების მიზანი იყო საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გავლენის მოხდენა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, მათ შორის საუბარი იყო მაიდნის პროცესებზე, ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციის მეთოდებით, ისაუბრა იმაზეც, რომ პირთა გარკვეული წრე იმართებოდა სწორედ გარე დაფინანსებით, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მათ გეგმებს შორის შედიოდა სწორედ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, მათ შორის ამ გეგმებს შორის განიხილებოდა მმართველი პარტიის თანამდებობის პირების ლიკვიდაცია, პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლა და მიზანი იყო ასევე განვითარებული მოვლენების დროს საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების და დემონსტრანტების პროვოცირება დაპირისპირების მიზნით, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი. ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად განეიტრალდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთა შორისაც ასევე განიხილებოდა სეპარატისტული და რელიგიური კუთხით დაპირისპირების პროვოცირება და ამ ნიშნით სწორედ დაპირისპირების გაღვივების მცდელობები. 2023 წლის მსგავსად 2024 წელსაც სხვადასხვა აქტორებმა, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები განახორციელა. სამსახურის ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ეგრეთ წოდებული მაიდანიზაცია შეადგენდა. დანაშაულებრივ გეგმებში სხვადასხვა პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომელიც აცხადებდა მზადყოფნას, ჩამოსული იყო საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღო პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც ვითარების უკიდურესი დაძაბვა უნდა მოყოლოდა, ამასთანავე განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები განეკუთვნებოდნენ. მათი დემორალიზებისა და პროვოცირების მიზნით გამოიყენებოდა ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორებიც არის მუქარა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოოდ სახელმწიფო ორგანოების ჩამოშლის განცდის შექმნას ისახავდა მიზნად. არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები გეგმავდნენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლას. ამ მიზნით განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის მახლობლად ვითარების მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც მათი აზრით მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა, ხოლო ამაზე პასუხისგებლობა ხელისუფლებას უნდა დაკისრებოდა. სურს ყურადღება გავამახვილო იმ საგანგაშო გარემოებაზე, რომ 2024 წელს უცხო ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე მუშაობის გააქტიურება იქცა. მათი მიზანი უცხო ქვეყნებისადმი ლოიალურად განწყობილი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა იყო. ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება, განმარტავს სუსის უფროსი, რომელმაც ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე მოხსენების ფარგლებში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მოხსენების დასრულების შემდეგ კი ის ახლა პასუხობს დეპუტატების კითხვას, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში გრძელდება. მადლობა. ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. პლენარული სხდომის დაწყებამდე ანგარიში სუსის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს თავდაცვის კომიტეტზე გააცნო. ირაკლი ბერაიამ 2024 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ქვეყნის შიგნით გარკვეული ჯგუფების მიერ პროცესების მაიდანიზაციის, პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა საპასუხოდ უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
2023 წლის მსგავსად 2024 წელსაც საქართველოში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ზალადობრივი გზით შეცვლის მცდელობებს. პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხოური დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ პროცესების ეგრეთ წოდებულ მაიდანიზაციას, იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების ბლოკირება და ცენტრალურ გამზირებზე ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქის მოწყობა. დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინაში მებრძოლი კონკრეტული ქართველები, რომლებიც აფიქსირებდნენ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში აქტიური ჩართულობის მზაობას და განიხილებოდა ასევე მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმებიც. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ, ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების მოწყობასთან დაკავშირებული მუხარის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს გადასვლის ინსცენირების და სხვა მეთოდებით ცდილობდნენ სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა დემორალიზებას და მათ პროვოცირებას. მათი ამოცანა იყო შეექმნათ სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდა და უმართავი პროცესები. სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ ასევე მზადდებოდა 2024 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა. მათი გეგმები მოიცავდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარების მაქსიმალურად დაძაბვას, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი და მოჰყოლოდა პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრება. გიორგი ვაშაძე დაკავებულია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ და მას ბრალის დადგენილება გააცნეს. ამის შემდეგ ის ჯერ პოლიციის სამმართველოში, შემდეგ კი რუსთავის დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასამართლომ ვაშაძეს 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოფისში შეკრებილები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც, რომლებმაც ვაშაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ლიკა ალელიშვილი მუშაობს სტრატეგია აღმაშენებლის ოფისთან, ის პირდაპირ ეთერშია. ლიკა, გისმენთ. სტრატეგია აღმაშენებლის ოფისი ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს, მანამდე კი პროცესების შემდეგნაირად განვითარდა. დღეს დილით გიორგი ვაშაძე საკუთარ მხარდამჭერებთან და კოლეგებთან ერთად მივიდა სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში, სადაც ის დაელოდა განაჩენის გამოცხადებას. ამის შემდეგ კი განაჩენის გამოცხადებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში გამოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც გიორგი ვაშაძეს გააცნეს სასამართლოს გადაწყვეტილება და დაკავებული დაიყვანეს პოლიციის გააყოფილებაში, სადაც სამართალდამცველებმა დაკავებულ გიორგი ვაშაძეს სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც გააცნეს. ამის შემდეგ კი ის რუსთავში სასჯელახსნელობის ნომერ 12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც გითხარით, გიორგი ვაშაძის დაკავება მოხდა სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში. ასეთი გადაწყვეტილება თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა თავად მიიღო. გიორგი ვაშაძემ დაკავების პარალელურად მცირე კომენტარიც გააკეთა. ის ძირითადად იყო მოწოდების ხასიათის და ეხებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მათ მხარდამჭერებს. გიორგი ვაშაძემ ერთიანობისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ბრძოლა არ შეწყდება. პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო, ადამიანობა, ღირსება, ოჯახი. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. მე ვარ ერთი იმ 10,000-ობით და 100,000-ობით ქართველს შორის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, რომელიც იბრძვის საქართველოს მომავლისთვის და გთხოვთ ერთადერთ რამეს, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. ძალა ერთობაშია. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს დილიდან სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში იყვნენ შეკრებილები გიორგი ვაშაძის მხარდასაჭერად, თანხმდებიან იმაზე, რომ ახლა დაპირისპირებების დრო აღარ არის, ურთიერთდაპირისპირებების და იმის, რომ ნამდვილად გაერთიანდნენ და ბრძოლა გააგრძელონ. ფარსია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არანაირი დანაშაული გიორგის არ ჩაუდენია. ისინი ცდილობენ მთელი საქართველოს დაკავებას და იმ ლიდერებს აკავებენ, ვინც ამ გზაზე ეწინააღმდეგება მათ. ველა ეს გადაწყვეტილება არის არა სამართლებრივ საფუძველზე მიღებული, არამედ პოლიტიკური დაკვეთა იმისათვის, რომ განეიტრალდნენ პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ პარტიების საქმიანობა გრძელდება.
ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი და აპელირება არის არარელევანტური, რადგან ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომებზე არ დასწრება და გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და შესაბამისად ის, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე პასუხისმგებელია. გაარღვიეს, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე. თქვენ იცით, როდესაც არ ხდება გამოცხადება, შემდეგ რა ნაბიჯები მოყვება ამას. ეს ყველაფერი გაწერილია კანონში. შესაბამისად, პოლიტიკოსის სტატუსი ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად. ხო? პირიქით, როდესაც საუბარია პოლიტიკოსებზე, ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე და კანონის დარღვევა, ვფიქრობ, არავის არ უნდა ეპატიოს და ყველა თანასწორუფლებიანი უნდა ვიყოთ კანონის წინაშე. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. კონსტიტუციით არის ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქისათვის და არა მხოლოდ მოქალაქისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს. ჩვენ არაერთი გვახსოვს წარსულში, ზუსტად ნიკა მელიასთან დაკავშირებული, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით რუსთავი ორის საქმესთან და სხვა ბევრი საქმე შეგვიძლია კიდევ გავიხსენოთ, რომელზედაც მათ შორის საქართველოში მყოფი ეგრეთ წოდებული ელჩები და ელჩები, მათი წარმომადგენლები საერთაშორისო პირების სხვადასხვა თანამდებობის პირისა საუბრობდნენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და შემდეგ უწევდათ, რომ მათი სიტყვები უკან წაეღოთ, იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლო საუბრობდა, რომ სწორად იყო მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს სასამართლოს მიერ. თუ გაბედავენ მაგალითად ხაზარაძე, ჯაფარაძე და წავიდნენ სტრასბურგის სასამართლოში, კიდევ ერთხელ დამაცხდებიან ქართული ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ $1 მილიარდ მეტი ამოეღოთ ქართული ხალხის ჯიბეებიდან და საკუთარ ჯიბეებში მოეხვედრებიან. აი ამ მორალის ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებიც არ ცნობენ არც კონსტიტუციას, არც ქვეყანას, არც ქართული ხალხის გადაწყვეტილებას და ცდილობენ, რომ თავის შეაფარონ მხოლოდ პოლიტიკას და ამით სადონ თავიანთი პატრონების დავალების შესრულება. სასამართლომ გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 საათზე მეტია, რაც სტრატეგია აღმოჩენების ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ოფისში დააკავეს, ის ამ დროისთვის უკვე სასჯელო სრულების ნომერ მე-12 დაწესებულებაშია გადაყოლილი. მადლობა, ეს იყო ლიკა ალელიშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღის პირველ ნახევარში გამოაცხადა. 7 თვით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად გიორგი ვაშაძეს ასევე აიკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. პროცესი დილის 10 საათზე დაიწყო. დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ. სიტყვის უფლებით უნდა ესარგებლა თავად სტრატეგია აღმოჩენების ლიდერსაც, თუმცა ის ხდომას არ დასწრებია. ვაშაძეს ბრალი 349 მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. გადაწყვეტილება არ ეფუძნება არც ერთ სამართლებრივ ნორმას, პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტურად უარყოფს იმას, რასაც ბრალდების მხარე ცდილობდა დაესაბუთებია. ჩვენ კანონით განსაზღვრულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ. ბრალდების მხარე მოელოდა გამომწყნებელი განაჩენის დადგომას, ვინაიდან საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, რაც შეეხება გამოყენებულ სასჯელს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე სასჯელთან დაკავშირებით მითითება არ გაუკეთებია სასამართლოსთვის. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს სასჯელი იყო რელევანტური ბრალდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ირაკლი ოქროაშვილის პროცესი იწყება. დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან. ოქროაშვილს ბრალი ედება დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. საქალაქო სასამართლოდან გვექნება პირდაპირი ჩართვა. თამარ თათარაშვილი მოგვიყვება დეტალებს. თამარ, ელოდებიან თუ არა მხარეები დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას? ზუსტად ეს წუთია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ირაკლი ოქროაშვილის პროცესი. დღევანდელ სხდომაზე ვიცით, რომ მხარეები წარსდგებიან დასკვნითი სიტყვით, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს ექნება დასკვნითი სიტყვა და ამ სხდომის დასრულების შემდგომ გვეცოდინება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და ზოგადად დადგება თუ არა დღეს განაჩენი და საბოლოო გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიმართებით. ვიცით, რომ ამ პროცესს არ დაესწრება თავად ირაკლი ოქროაშვილი, რომელიც არის წინასწარ პატიმრობაში
გამოძიება მას ედავება დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, მას დაეკისრა სასჯელის სახით თავდაპირველად 20,000 ლარის გირაოს გადახდა, რაზეც მან უარი განაცხადა და ეს აღკვეთი ღონისძიება უფრო მკაცრი ღონისძიებით პატიმრობით შეიცვალა. დღეს კი არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, სასამართლოს ხდომა, რომელიც ზუსტად ეს წუთია დაიწყო. მარტივად არ მივიდა ადამიანი კომისიაზე, როცა დაიბარეს და ცალსახად დამნაშავია, ეს ასე არ არის. უამრავი არგუმენტი გვაქვს, რაც ასაბუთებს, რომ თვითონ პროცედურული დარღვევებიდან დაწყებული კონსტიტუციის დარღვევით, რომ ეს მოთხოვნა კომისიისა იყო უკანონო და მისი არ მისვლა კომისიაზე არ არის სისხლის სამართლის დანაშაული კი არა, საერთოდ არანაირი დანაშაული. რაც შეეხება მოლოდინებს, რაც მკითხეთ, ნუ ახლა ამდენი განაჩენის შემდეგ მსგავს საქმეებზე აგერდილასაც გამოცხადა კიდე ერთი განაჩენი, რამ განსხვავებულს ველოდებოდე, ნუ აბსურდია. მოცემულ საქმეზე დღევანდელ ხდომაზე ბრალდების მხარემ უნდა წარმოთქვას თავისი დასკვნითი სიტყვა, როგორც დაცვის მხარისგან ცნობილი, ასევე დაცვის მხარე აპირებს დღევანდელ ხდომაზე დასკვნითი სიტყვის თქმას, რაც შეეხება სასამართლოს დღევანდელ ხდომაზე გამოაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილებას თუ გადადებს ამ ხდომას ჩვენთვის ეს ცნობილი არ არის. ანალოგიურ შემთხვევაშიც საქმეში არსებული მტკიცებულებები დასტურდება ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა შესაბამისად გვაქვს გამომტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი. დღეს ჩატარდა კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ნიკა გვარამიას სასამართლოს ხდომა. თითქმის დასკვნით ეტაპზეა მისი საქმე სასამართლოს, რადგან დღეს დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, გამოიკითხა ფოსტის თანამშრომელი, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ამ შემთხვევაში ბრალდებულებს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი უნდა მისულიყვნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. ნიკა გვარამიას პროცესის შემდგომი ხდომა არის ჩანიშნული 30 ივნისს და სწორედ ამ დროისთვის გაირკვევა მისცემს თუ არა ის ჩვენებას სასამართლოს, მასაც ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს გამოძიება ედავება დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. ნიკა გვარამიაც რჩება ამ დროისთვის სასჯელ ასრულების დაწესებულებაში. მადლობა საქალაქო სასამართლოდან თამარ თათარაშვილი საუბრობდა. ახალარჩეულ გენერალურ პროკურორს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე. გიორგი გვარაკიძე აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. ამ ადამიანებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია ზოგადად, იმიტომ რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარი არის მისი პოლიტიკური თუ სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად და ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, შესაბამისად იქნება მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაწყებული. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას სასჯელის შეფარდების შესახებ. თემაზე ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. თეა წულუკიანი გიორგი გახარიას ახსენებს, რომ ივლისის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. კომისიის თავმჯდომარე ლევროს ლიდერების დაკავებასაც შეეხო, მისი შეფასებით მათ დანაშაული გააზრებულად შეიტანეს. ყოველ შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძე ოფისში დაიმალა, მრავალი საქმეა, ყველამ აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მიიღო შეტყობინება სხვადასხვა მეთოდით. ბადრი ჯაფარიძე ოფისში დაიმალა და მამუკა ხაზარაძემ ვითომვე წაიკითხა მიღებული შეტყობინება და ასე შემდეგ, მაგრამ ყველამ დაადასტურა, რომ ჩვენ მისვლას არ ვაპირებთ. ანუ მიიღეს, წაიკითხეს და აბსოლუტურად გააზრებულად ჩაიდინეს დანაშაული. გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმრო შესვე, არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან. გაიქცა და მე არა, რატომ შეიძლება გაიქცე და გამოიქცე მე, მაგრამ ამ შემთხვევაში გაქცევას გავს ეს, იმიტომ რომ როდესაც ბატონმა გახარიამ წავკისში მის საცხოვრებელ მისამართზე ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე პირადად ჩაიბარა შეტყობინება 16 ივნის ხელი მოაწერა. მას მინიშნებითაც კი არ უთქვამს, რომ გადის ქვეყნიდან. მას მოუწევს ან ჩამოსვლა 2 ივლისისთვის, მანამდე არის ძალიან ბევრი დრო, მრავალნაირი ტიპის ბილეთი და ფრენა შეუძლია მოძებნოს და შემდეგ თუ საჭიროა უკან გაემგზავროს, თუ არა და ეს უკვე იქნება, რა თქმა უნდა, პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი.
გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე. ამ წუთებში უწყებაში ჩორჩანას მკვიდრი პაატა მუმლაძე იმყოფება. ის კომისიას ინფორმაციას მიეწოდებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ. დღესვე პირველი განცხადება გაკეთა ახალმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩორჩანა მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რადგან საქმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ეხება. მისივე თქმით, გამოიკითხება გიორგი გახარიას, რადგან მას საქმესთან კავშირი აქვს. გენერალურ პროკურატურას ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში, სადაც ჟანა აკოფაშვილი იმყოფება. ჟანა, დეტალებს ველოდებით შეგან. დაახლოებით 1 საათის წინ შევიდა საგამოძიებო უწყებაში ჩორჩანას მაცხოვრებელი პაატა მულაძეს გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ადგილობრივი დღეს გამომძიებლებთან ისაუბრებს, რა ხდებოდა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნამდე და როგორ განვითარდა მოვლენები საგუშაგოს გახსნის შემდეგ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ახლად არჩეულმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თქვა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს და გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით რაიმე სახის შეხება ჰქონია. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი გახარიას, გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს კავშირი აქვს ჩორჩანას საგუშაგოსთან და გამოძიება მასაც გამოკითხავს. კედან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპაციაში დახმარებას. ამ საქმეზე მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, იკითხება ხალხი, ყველა ის ადამიანი გამოიკითხება აუცილებლად, ვისაც რაიმე სახის შეხება ჰქონია ამ საქმესთან. კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვთვლი, რომ არ არის ჯერჯერობით გასაჟღერებელი, თუმცა ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხზეც და სხვა ბევრ საქმეზეც პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას კავშირი რა თქმა უნდა აქვს ამ საქმესთან და იგი გამოკითხული იქნება. გადაწყვეტილება, რომელიც გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად ყველასთან შეუთანხმებლად მიიღო, ერთის მხრივ საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია და მეორეს მხრივ საქართველოს გენერალური პროკურატურა სწავლობს საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე. დღემდე არაერთი პირი გამოიკითხა. ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს ჩორჩანას მაცხოვრებელი პასუხობს. მადლობა. ჟანა აკოფაშვილი საუბრობდა გენერალური პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში. პარლამენტი მუშაობას იწყებს ცვლილებებზე სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში. მთავარი ცვლილება შეეხება ცილის წამების ნაწილს. მოქმედი კანონით მტკიცება, რომ ის მართალია ცილის წამების მსხვერპლს იწევს. ახალი რეგულაციით კი საკუთარი სიტყვების დასაბუთება უკვე ცილის მწამებელს მოუწევს. ოპოზიცია გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს. ყველა ის რეაქცია საქართველოს მოქალაქეების, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, ხო? მათ შორის ქუჩაში, ამიტომაც გონიათ, რომ მსგავსი ცვლილებებით შეიძლება რომ ვიღაცა გააჩუმონ, შეიძლება რომ ვიღაცა უქმით ახიონ და ვიღაც შეაშინონ, მაგრამ როგორც წესი და ამას გვასწავლის ისტორია, რომ როგორი დროებითიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი რაც ახლა ქვეყანაში ხდება, საბოლოოდ მაინც ნებისმიერი ესეთი შეზღუდვა, ნებისმიერი ესეთი აკრძალვა, ნებისმიერი ესეთი ცვლილება, რომელსაც რეჟიმი მიიღებს, აუცილებლად რეჟიმს შემოუდგენლდება მისსავე საწინააღმდეგოდ. ევროპულ ქვეყნებში და დასავლურ დემოკრატიებში არსებობს დემოკრატიული პროცესი, ადამიანის უფლებები არის დაცული, მათ შორის ინსტიტუციურად არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ყველა ის გარანტია, რომელიც დააბალანსებს ქვეყანაში ერთი პირის უფლებას და მეორის თავისუფლებას. შესაბამისად, პარალელი არის ირონიული ქართული ოცნების მხრიდან, როდესაც საუბრობენ შედარებებზე. ყველა ის შემზღუდველი მექანიზმი, რომელსაც კანონმდებლობის სახით იღებს ეგრეთ წოდებული პარლამენტი, არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი აზრი ჩაახშონ. მართული გუნდის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია. განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება. სავარაუდოდ პარლამენტი ცვლილებებს კვირის ბოლომდე მიიღებს. უმრავლესობა განმარტავს, რომ სამართლიანობის პრინციპი უნდა იყოს დაცული და ვალდებულება ან მტკიცოს, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა ცილის მწამებელს ექნება. მტკიცების ტვირთი
გადადის მოპასუხებს ხარეს, რაც გულისხმობს შემდეგს, როდესაც მოხდება ინფორმაციის გავრცელება და ადამიანი თვლის, რომ მას ცილი დასწამეს და ის შეიტანს სარჩელს, მას აღარ მოუწევს იმის მტკიცება, რომ ეს იყო ცილის წამება და პირიქით, ვინც გაავრცელა ინფორმაცია მის მიმართ და ვის წინააღმდეგაც მოხდა სარჩელის აღძრა, ანუ ამ შემთხვევაში მოპასუხეს მოუწევს იმის მტკიცება, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სიმართლე თუ ტყუილი. დემოკრატიულ საზოგადოებაში მუდმივად არის პრობლემა და დავა იმის შესახებ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სად თავდება და სად იწყება მაგალითად ცილის წამება, ანუ ორი უფლება, მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც არის კოლერაციაში ერთმანეთთან, ამიტომ ჩვენ ვართ ვალდებული ორივე უფლება ერთდროულად, ერთმნიშვნელოვნად დავიცვათ. როდესაც ხდება ცილის წამება, ბუნებრივია, რომ მტკიცების ტვირთი არის იმაზე, ვინ ცილი დასწამს ამ ადამიანს. როდესაც შეურაცხყოფილად მოიხსენებენ ადამიანს, ან ცილს დასწამებენ, რომ ის არის ქურდი, ის არის ყაჩაღი, ან შეურაცხყოფელი სხვა ნებისმიერი ბრალდება ადამიანის მიმართ, მტკიცების ტვირთი უნდა იყოს იმაზე, ვინც ამას ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი არის ქურდი, ან ასეთი, ან ასეთი. რა თქმა უნდა, მან უნდა ამტკიცოს და არა იმ პიროვნება, ვისაც აბრალებენ. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პრინციპი, მაგრამ გაუგუღმართებულად იყო არა მარტო ეს საკითხი ჩვენთან საქართველოში, არამედ ბევრი სხვა საკითხი. იმიტომ იყო, რომ ესეთ სიტუაციებში მე სათავისოდ გამოიყენებინა. პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით იწყებს მუშაობას ცვლილებებზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. სასამართლო შენობაში სხდომათა დარბაზსა და ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების ნებართვა იქნება მხოლოდ თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. კესო ქაფიანძე უფრო დეტალურად გვეტყვის, რაზეა საუბარი და რა განმარტებას აკეთებს მმართველი გუნდი, კესო ეთერში ხარ. ინიციატივის მიზანია სასამართლოს დარბაზებში წესრიგის დამყარება, როგორც კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, არსებული პრაქტიკა არის ზედმეტად ლიბერალური, რასაც და მოქმედი კანონი არის ზედმეტად ლიბერალური, რასაც ოპოზიცია საკუთარი ინტერესებისა და დესტრუქციისთვის იყენებს, ამას მოწმობს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სასამართლო დარბაზებში, საუბარი ემხმაურსა და არეულობაზე, რომელსაც ბოლო პერიოდში სხდომებზე აქვს ადგილი, როგორც კანონის ინიციატორები ამბობენ, სწორედ ამ პრაქტიკითა და კანონის გათვალისწინებით ხდება ის, რომ ადგილი აქვს მოსამართლისა და მანდატურების შეურაცხყოფას, ხმაურს და ქაოსს სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას და სწორედ ამ პრაქტიკის შესაცვლად არის დაინიცირებული ახალი კანონპროექტი, რომელიც ანალოგია ამერიკული და ევროპული პრაქტიკისა, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ეს ინიციატივა დაამყარებს წესრიგს პარლამენტის სასამართლოს დარბაზებში და სწორედ ამ ინიციატივის მიხედვით აიკრძალება ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლირება როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე შენობასა და ეზოში, მხოლოდ იმ პირს შეეძლება ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება და გავრცელება, რომელსაც შესაბამის შუმამდგომლობას მოსამართლე დაუკმაყოფილებს. ჩვენ ხვდებით, რომ განსაკუთრებული თავდასხმები მიმდინარეობს სასამართლო სისტემაზე და კანონმდებელმა პოზიტიური როლიდან გამომდინარე ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულება მიიღოს, მართლმსაჯულება აღსრულდეს და არავითარი ხელისშემშლელი ფაქტორი ქარევებიდან თუ შიგნიდან ჩარევების სახით არ იყოს. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი მხრივ საზოგადოების ინფორმირებულობა, ხოლო მეორე მხრივ სასამართლო სისტემასაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში ჩაატაროს სხდომები და მისი ფუნქცია მთავარი რაც არის ეს აღასრულოს, აქ ბალანსი იქნება დაცული, სასამართლოს აქვს ვალდებულება, რომ კონკრეტული ინფორმაცია შესაბამისად გაიტანოს მედიაში და დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს, ამავდროულად თუ იქნება მოტივირებული შუამდგომლობა, სასამართლო იმსჯელებს, რომ კონკრეტულ პირებს მიეცეს სასამართლოს სხდომაზე გადაღების უფლება, ზუსტად ისევე, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. მმართველი გუნდის ოპონენტები ახალ ინიციატივას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს არის მორიგი რეპრესიული კანონი და ის შეზღუდავს როგორც სიტყვის თავისუფლებას, ასევე მის გამოხატვის უფლებას. ყველანაირია ეს ცვლილება, მათ შორის ცვლილება, რომელიც კრძალავს გადაღებას დერეფნებში და სასამართლოს ეზოში, მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ემსახურება იმ რეპრესიულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გაძლიერებას, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ყველა ის ცვლილება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში იღებენ, მიმართული არის თავისუფალი აზრის დევნისკენ.
ყველას იცნობს და ყველას პასუხს გასცემს და მოთხოვს ადრე თუ გვია. გამორიცხულია ეხლა ვიღაცას პარლამენტში მოუნდა რომ როგორ იჭერენ პატრიოტ ქართველებს ამის ჩვენება არ მოხდეს ეთერებში და ესე მიიქნა. არა, ღრმად ვარ დარწმუნებული რომ არაფერი დაიმალება და ყველას ამ რეპრესიებისთვის მოეთხოვება პასუხი. მართულ გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფოსა და ოპოზიციის ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისგან და ის, რაც კარგია საქართველოს ქართული სახელმწიფოსთვის, ცუდია ოპოზიციისთვის. მართულ გუნდში ასევე საუბრობენ იმ ამერიკულ და დასავლურ პრაქტიკაზე, რაც ამჟამად დანერგილია მათ სასამართლო სისტემებში. სასამართლო განხილვები ვერ იქნება ვაკხანალის წყარო. და ვერ იქნება ნიადაგი, სადაც ხდება ეს არეულობა და ქაოსი. ამიტომ ნებისმიერი სასამართლო განხილვა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს და მისი გაშუქებაც უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში. ცდილობდნენ ამ ქალაქის გადაწვას, ასევე ხდებოდა რაღაციც კარგად ესმოდათ საზოგადოებას, რა ხდებოდა პოლიციელთა მიმართ, როდესაც თვალის ჩინი ეკარგებოდა პოლიციელებს აი ამ დაავადების მხრივ. ეს და ასევე ყველაც კარგად ესმის, რაც ხდება სასამართლოში, ვერავინ ვერ აკრძალავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სასამართლოს გააჩნია შიდა წესი. ჩვენ ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვეულებრივ მიზანმიმართულად სირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება და შესაბამისად გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია და იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ მედიისთვის იქნება დახურული სასამართლო სხდომები. კანონ პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია, მას დააჩქარებული წესით განიხილავენ და ის კვირის ბოლომდე იქნება უკვე დამტკიცებული. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა დაფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული საბჭოს ხდომის ფარგლებში საქართველოს საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გააცოლა. სპიკერი საუბრობს ევროკავშირის მხრიდან პროპაგანდის, სიძულვილის ენის და პოლიტიკური ნიშნის დევნის დაფინანსებაზე. ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილმა სანქციების გაზრდაზე და ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვაზე ისაუბრა. ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა გვქონდეს მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც, უნდა დავიწყოთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა და უნდა დავაწესოთ პირობები. ეს გახლავთ ესტონეთის წინადადება. საქართველოს შესახებ გამოვხატე მკაცრი შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი. საქართველოს საკითხზე ლიეტუვა წარადგენს 6 პუნქტიან ინიციატივას. როგორ ვიმოქმედოთ საქართველოსთან დაკავშირებით. რამდენადაც ჰუმანიტარული ვითარება უარესდება და ახლა შესაბამისი დროა ამისთვის. ჩემს კოლეგებთან განვიხილავ ყველაფერს. სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერით დაწყებული საქართველოში არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დასრულებული. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციად იქცა. ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრი საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი. ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიც ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა ყველა დონორი მოიქცეს პასუხისგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი. ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემა თბილისში. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს სანქციებს. მმართველი გუნდი კი შანტაჟსა და ქართული ხალხის დასჯის მცდელობაზე საუბრობს. ქართული ოცნების სრული პასუხისმგებლობა არის, რომ დღეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ და ეს საერთოდ წესრიგში დგას. სანქციები ჩვენი შეფასებით არის ის, რომელიც უნდა გაიზარდოს. უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე არიან დასანქცირებული. უნდა გაიზარდოს მათ შორის იმ შუარ გოლზე,
მოსამართლეებზე, მოსამართლეების ოჯახის წევრებზე, პროკურორებზე, პროკურორის ოჯახის წევრებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, როდესაც პირდაპირ თეთრზე გეუბნებიან შავია, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ხო? ბოლო წლების განმავლობაში, რაც უკრაინა რუსეთის ომი გაჩაღდა, მას შემდეგ წამოვიდა ეს აგრესია, იმიტომ რომ ჩვენ არ მივეცით მათ შესაძლებლობა ქვეყანა ჩართულიყო ომში, არ მივეცით შესაძლებლობა რომ ქვეყანა მიერთებოდა იმ სანქციებს, რომელიც დამანგრეველი იქნებოდა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ყველაფერი იმის მიზეზი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს მუდმივი შანტაჟი, მუდმივი მუქარები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპასთან, ევროპულ ღირებულებასთან არსებულ ბიუროკრატიას არანაირი კავშირი არ აქვს. რეალურად აცდენილები არიან ყველას და ყველაფერს. პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. დეპუტატებმა მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებზე და საფრთხეებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და გადადგმულ ნაბიჯებზეც. ომია და ცეცხლი ჩვენი ქვეყნის სამეზობლოში. ფაქტიურად მეზობელი არ დაგვრჩა, სადაც ცეცხლის ალში არ არის გახვეული. და დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო როგორი გავხადოთ ინტენსიური და კიდევ როგორ განვავითაროთ ჩვენი სოფლები თუ ქალაქები. ეს არის იმ სწორი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურება და ამას აფასებენ როგორც წალენჯი ხაში, ისე მთელ საქართველოში, რომ დიახ, ჩვენ ომს უარი უთხარით და ავირჩიეთ მშვიდობა. ჩვენ რადიკალიზმს უარი უთხარით და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩვენ იმ დაგსაქსულობას, იმ გაურკვეველ რაღაც პროპაგანდებს უარი უთხარით და მართლმადიდებლობას ქართულ საქმეს ვემსახურებით. არაფერს ისე არ დაუზიანებია ევროკავშირის იმიჯი საქართველოში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირის მიერ ემანუელ მაკრონის პირით ნათქვამ უარს კანდიდატის სტატუსზე. იმ მიზეზით, რომ თითქოს საქართველო სხვა გეოგრაფიულ არეალშია. ცინიზმია, რომ ეს ყველაფერი გვითხრეს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან 30 წლის თავზე. არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. განსაკუთრებით ბალტები ლიდერობდნენ ამ მხრივ. ევრობარომეტრის კვლევა სახელმძღვანელო უნდა იყოს პირველ რიგში ევრობიუროკრატების და ევროკავშირისათვის, ეგრეთ წოდებული ოპოზიციისათვის და NGO სექტორისათვის, რომლებიც პირდაპირ ავანგარდში იდგნენ და კარდაკან დადიოდნენ ბრიუსელში, რათა არ მიგვიღო კანდიდატის სტატუსი. გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის პარლებში პატასალია ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრს შეხვდა. იმ შელეს თანამშრომლობაზე გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტიც. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგას გააცნო სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. ძალიან დაყოფიერი იყო და საინტერესო ეს შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა ზოგადად პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნებში, ჩვენ ქვეყნებში მოგეხსენებათ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ასევე არის კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენთვის დაახლოებით ერთი და იგივე დღის წესრიგია. საქართველოს ძალიან განვითარებული არის ციფრული ტექნოლოგიები, მათ შორის სერვისები, საჯარო სერვისები და ეს მათთვის იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმება უკვე შედგომი აქტივობები კონკრეტული მიმართულებებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გამოცდილების მოსმენა ციფრული ტრანსფორმაციის, საჯარო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გასულ წელს გავხსენეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, დათქმებით და ამ მიმართულებით ბევრს მუშაობთ. დიდიღომში მესამე მიკრორაიონში 21 კორპუსის მიმდებარე სკვერი ეწყობა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დღეს დედაქალაქის მერი მოადგილეებთან ერთად გაეცნო. მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ატრაქციონები და ზონები ცხოველებისთვის. ამ ტერიტორიაზე იყო გარკვეული მითვისებული სივრცეები, გამოთავისუფლდა ეს ყველაფერი. ამჯერად მიმდინარეობს უშუალოდ
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც წლის ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული თავისი სადრენაჟე სისტემებით, სანიაღვრე სისტემებით. მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკვე დაირღვება ახალი ხელმცენარეები, გამწვანება. ამ პროექტის ფარგლებში კეთდება მოსასვენებელი სივრცეები და კიდევ ერთი ახალი პარკი შეემატება დედაქალაქს. ტერიტორია იყო ფაქტობრივად გაუვალი, რაც სრულიად გაიწმინდა, შემოიხსნა უნებართო უკანონო შემოღობლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი, განათების სისტემა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, სარწყავი სისტემა, ასევე საბავშვო სივრცე, კალათბურთის მოედანი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, ხოლო გამწვანებით სამუშაოები გაზაფხულზე იგეგმება მომავალ წლის. სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსავი 2.g კურიერ კი გემშვიდობებათ 6-მდე.